მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ Invincible-ს. დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მესამე სერია. წინა სერია საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ მე მგონი იმ მომენტს ველოდები პროსტა, როცა უკვე დაგვეწყება ეს მულტივერსის ამბები და მარკი პირდაპირ იქნება უკვე ჩარეული მაგ საქმეში, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც არის წამოწყებად შეიძლება მაგ თემასთან დაკავშირებით, მაგალითად მარკის ალტერნატიული ვერსია თუ ბოროტი იქნება რომელიმე და რამდენად ძლიერი იქნება. თუ ბოროტი იქნება თქო ისე გეგონება ის არ მქონდეს ნანახი. პირველი სცენა მეორე სეზონის იმ სოფლიოში რო გადავიდნენ სხვა განზომილებაში და მაგ განზომილებაში თუ მოხვდებით ისევ ერთი სული მაქვს ნახო მარკის და ბოროტი მარკის შეკინება, მაგრამ საქმეც ის არ ნოლანის ყავს იქაურობას და ცოტა გაუჭირდებათ, ამიტომ მე ეჭვება რომ იქ მოხვდეთ ისევ, მაგრამ სერიალს ჯერჯერობით 4 სეზონი აქვს და კიდევ ბევრი უნდა გამოვიდეს. დარწმუნებული ვარ გამოვცობთ კიდევ შემდგომ სეზონებში მაგ თემას, იმიტომ რომ შანსი არაა რომ პროსტა ავიღოთ და ერთი სეზონით ავიღოთ მარტო მულტივერსის თემა. არც ერთ სერიალში, რაც მე ნანახი მაქვს, ესეთი რაღაც არ მოხდა რა. იგივე Adventure Time-ში, იგივე Ben 10-ში, იგივე Marvel-ში თუნდაც მთელ სამყაროში, მსოფლიოში. მაგრამ ხო, და რიკი და მორტიც მულტივერსი არის, როგორც ვიცი, და თუ მინდეთ დავარეაქტებ მაგასაც. მოკლედ. Serious ქვია this missive, this machination. Საინტერესოა. რა შეიძლება ნიშნავდეს? და ნოლანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ველოდებით. ნახოთ. დეცა? არა. რეკლამა. კაი რეკლამა თავიდან სულ არის ხოლმე. შემდგომ. დაუმარცხებელი მეორე სეზონის მესამე სერია ის Missive Machination, ხო? 3, 2, 1 დავიწყეთ. მეტყვი წინა სერიებში. წუხელ ვიღაცამ დედამიწის მცველები დახოცა. მე ალენი ვარ. პლანეტების კოალიცია შენი გაცნობა უნდა. ვერ მომცრეობდი. გული ამიჩქარდა. ამას შიში ჰქვია. არავინ მყავს ვისაც დაბელაპარაკები, ამიტომ რუდის ამბავს გავაცნობთ ისე? რაღაც რაც დამეხმარა. არის შემომიყვანე? ეს კაზინოა? იზრუნე იმაზე რომ მისი ხმა შენთვის ერთადერთ ავტორიტეტად არ იქცეს. ჩემზე უკეთესი მსახურებ. ფარესეველო ნაბიჯვარო. აუეს მე და შემწყვილი არ ვარ. რასაც ჩემსა და უკდობზე ვერ ვიტყვი. საკუთარ თავს გარდა სახვის ოსტატს ვეძახე. ხო, შენ მამაშენი არ ხარ მარკ. სწორედ ამიტომაც უკან უნდა დავბრუნდე. გონი მოვრჩით. პატარა ჩიტუნასთვის ბუდიდან გაფრენის დროა. საბედნიეროდ ფრენა უკვე ვიცი. კარგად იქნები ხომ? თუ რამეა 5 წუთში სახლში მოფრინდები. არაფერი მომივა. ბრაზი გლოვის ნაწილია. ხო. ის კოლეჯის ის თულა დარგვაჩვენეს. საკუთარ თავს დავპირდი რომ არ ვიტირებდი. წინა წელი ისეთი რთული იყო. კი. ხო, მაგრამ უნივერსიტეტი ახალი დასაწყისია. მე კი მინდა რომ ყოველი წამით დადგმე. ეს შანსი მოგცემს რომ მიხვდე თუ ვინ ხარ. დაუმარცხებელს არ გულისხმობ. მარკ გრეისონზე ვამბობ, ჩემს ერთადერთ შვილზე. ჩემს პატარა ბიჭუნაზე. ჩემს კარგი. მიყვარხარ დედა. უნდა წასულიყავით ზღვაზე როცა შანსი გქონდეთ. საერთოდ ჩემზე იმოქმედებს მოდი ნუ გამოვწ. სვეჩი. საინტერესო ვარავდი გამოთქვა ისე. ვარავდი რა, საინტერესო კითხვა დასვა. იმოქმედებს რომ და ისე ტირილის დროა.
ტელეფონის ნომერი. ერთი წამით თუ შეიძლება. ზარს უპასუხებ, კარგი? გამარჯობა, უკაცრავად. გამარჯობა. თქვენი ნომერი ჩემმა მეგობარმა ოლგამ მომცა. მე ვარ დები. ერთი წუთით. ბოდიში, არავითარი გვარები დები. ოლგამ თქვენზე მიამბო. არავითარი გვარები? თქვენ ზარს ველოდებოდი. სპირიტის სახლი? სერიოზულად? ჩვენ რა, 12 წლები ვართ? მაგარი არა? ამხსენი მარკ, შეყვარებული გყავს. სუპერ გმირიც ხარ. მე კი მარტო სული ვარ და არც განსაკუთრებულ ძალებს ვფლობ. ასე რომ გოგონები რამით უნდა შენ ვაცნობ. შეყვარებულს ეს დაშორდი? ვერ დამეხმარება. კონტრასტს მოუხდება. კარგი შენიშვნაა. ამას ხედავ? მე წინდას. როცა სახელურზე ასე იქნება დაკიდებული. რა? კაფეში ჩადი ან ესპანეთში გაფრინდი. რაც გინდა ისქენი. თავარი არ შემოხვიდე მანამ სანამ წინდა ეკიდება. თუ რამეა მეც იგივეს ვიზამ შენთვის. გამარჯობა, აქ რაღაც ნივთები იდო. თქვენია ბიჭებო? სათამაშოები. სალექციოა. სამწუხაროა. ბოდიში მოგბარო. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, ერთი მაინც უნდა დაიტოვო, როგორც უკვე საულის პირველივე დღეს სექსით ვინ არის დაკავებული? არ ვიცი, მარკ. ალბათ ძალიან ბევრი. მაგალითად ჩვენ. მაგალითად ჩემი ოთახის მეზობელი ხვალ გადმოვა. ასე რომ ოთახი ჩვენსგან კარგულებაშია. კარგი. ანუ ახლავე? ახლავე? ხო, შეიძლება. კარგი. ხო. მაგ ეს ცოტა კრინჯებაც იყო და სასაცილოც. მაგალითად ჩვენ. პრეზერვატივი ვიყიდე. კარგია. კარგია. რომ გვაქვს? და კარგი, არაფერს ვიტყვი. მოიცა. იმედი მაქვს სუპერ სპერმა არ გაქვს. რა? არა მგონია. ვაიმე. ნორმალურია. ახლა მომწვირაც თქვა. მაგრამ მგონი ყველაფერი რიქსია. მგონი ყველაფერი. შემთხვევით ხომ არ გამსრე სახსნებისას? ეგეც კარგი კითხვა. რა კითხვები წავავიდა დღეს მარკის ძალებზე? ნარკოტიკი ხო არ მოქმედებს? ყოველ გამსრეს. შემოდან მე ვიქნები. მე გავრისკავთ. კარგი. არ ვიცი. ცოტა ჯერ სასიცილოა. მოდი შუქი და ჩავაგდო. ფეხსაცმელებით ნუ ხართ. ეს როგორ მოახერხე? სუპერ ზარი. ფეხსაცმელებით რა თუ ხართ საწოლზე? ყველა მაღაზიები დამიძახო. გასაგებია. მაღაზიები და ახლა არ ვადარდებს არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინა მაგალითს მოუღებლებო. დროა მარკი და ემბერი მარტო დავდოთ და დავაკვირდეთ ვარსკვლავებსა და იმ ისტორიას, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო. აჯენდება. დავარწოთ პლანეტა უნოპათი. ეს მშვიდობიანი სამყაროა. მათ წარმატებას გუნებისა და ტექნოლოგიების ჰარმონიით მიაღწია. ალენის პლანეტა? კი, ალენის პლანეტა. შემდეგი თვალის ერთ დახემხამებაში ყველაფერი შეიცვალა. სერიოზულად ასე მარტივად. უნოპას შაუჭერივით მოედო. მათ მთელი პლანეტა მოიცვა და ყველაფერი გაანადგურა. მარტივად არა უბრალოდ ასე მალე უნოპელები მანამ დაიღუპნენ სანამ გააცნობიერებდნენ თუ ვინ იყო მათი დამპყრობლები. ვილტრუმელები. გადარჩენილებმა კი მათი სახელი სწრაფად დაიმახსოვრეს. ვილტრუმელები. ასე თუ ისე, უნიპიელების შემართება არ განადგურებულა. 10 წლების განმავლობაში ისინი ზუსტ მომენტს ელოდებოდნენ და ეს დღეც დადგა.
მათ და საუბედუროდ ოკუპანტების სათანადოდ ვერ შეაფასეს. ნუ რაც მომენტში გვაჩვენეს კი რომ ეს იყო ალენის რასა განადგურა იმან მაგრამ იმათმა ვიქტორმა გარგულა. ამ რასის ზოგიერთი წარმომადგენელი პლანეტიდან გაიქცა, რათა ახალი ცხოვრება შეექმნათ. პირველმა თაობებმა მოსახლეობის გასაზრდელად ინკუბატორები გამოიყენეს. ამის შესახებ ჭორები მთელ გალაქტიკაში გავრცელდა და ყურადღება მიექცია. მონოპელებთა გადარჩენის ტაქტიკა და მათი ევოლუცია შთამბეჭდავი იყო. ამიტომ თეოდოსმა პლანეტების კოალიციის ლიდერმა ისინი პლანეტა ტალისკიზე მიიწვია. მიზერებ თქვენს მწუხარებას უტოპიელო მარვინ. ვეტრუმელების კამპანია ჩვენი გალაქტიკურ წყევლად იქცა. ჩვენ გვინდა რომ მათ წინააღმდეგ გავერთიანდეთ. ჩვენ ისეთი იარაღის შექმნაზე მუშაობთ, რომლებიც მათ შეაჩერებენ. თუ დახმარება გსურთ, თქვენს კოალიციას დიდი სიამოვნებით შემოუერთდებით. ეს ტიპი მარჯვნივ იმ ტიპს არ გავდა, რომ ინკუბატორში გენეტიკური მოდიფიკაციის პროგრამას აწარმოებდნენ, რომლებსაც ისეთი ჯანმრთელობა შეექმნა, რომლებიც ბრძოლაში ვილტრუმელებს ამარცხებდნენ. რომ სახე გააცნო. ეს რა შედეგი არც ისე დამაიმედებელი იყო. თუმცა შემდეგ ალენი გაჩნდა. ეს პირველი და ერთადერთი წარმატებული ექსპერიმენტი იყო. მას პირველივე დღიდან ამზადებდნენ იმისთვის, რომ სამყაროს ყველაზე დიდებული მებრძოლი ყოფილიყო. ჯერს და სულ ასაკშიც კი არ იყო შესული, როცა მისი სწორი მოწინააღმდეგის პოვნა უკვე შესაძლებელი გახდა. ეს რამდენი წლისაა ალენი? მალე ალენს პირველ მისიაზე ისიც 1000-ობითაა, როგორც ვიტრუმელები? თელ პლანეტაზე ძლიერი ალენს კი ვერ გაუთანაბრა ძალაში ვერც ერთ ვილტრუმელს. პროგრამა წარუმატებლად ჩათვალეს და შეწყვიტეს. ალენი პლანეტარული შემოწმების სპეციალისტად დანიშნეს და ისეთი ხალხის საძიებლად გაგზავნეს, რომლებიც მას დაამარცხებდა. რომ საიმედო ხალხს გაეჩენდნენ ვილტრუმელებთან ბრძოლისთვის. ალენი პლანეტა ურატზე უნდა წასულიყო, მაგრამ ის შემდგომში აღმოჩნდა. ამ შეცდომა მის მარკ გრეისონამდე მიიყვანა, ადამიანთა და ნახევრად ვილტრუმელთან, რომელსაც კოალიციის შექმნა სურდა. რადგან ხანდახან თუ გინდა რომ სამყარო შეცვალო, უნდა იყო ალენი. ალენზე ელინ რა ჩანდება ხდება ბოდიშიც. ალენზე გვექნება სერია, ასე გულობნება. სახლი, ტბილი სახლი. ამჯერად ალენმა კოალიციისთვის სვირფასი საჩუქარი მოამზადა. იმედი. მონაცემთა ბაზა. თქვენს გამარჯობა. გამომართვი. ამჯერად სწორი პლანეტა გიპოვია. კი, ვიპოვე პლანეტა. იმიტომ რომ წინა ჯერზე არასწორი პლანეტა იპოვე. ხო, მაგრამ ეს ჩვენი აგენტებიდან ამდენ ასტრონავიგაციონალურ შეცდომას ცოტა თუ უშვებს. მომისმინე, თუ საბოლოოდ სამყაროს იხსნი, ეს მაინც შეცდომად გეთვლება? კი. დაგაგვიანდა. გენერალ ოტელია, ბოდიშ გიხდით, როგორც კი შევძელი მოვედი. შენი არ ყოფნის დროს ვილტრუმიტები აიკრიონს და ესხნენ თავს. ისინი ხომ ახლახან შემოუერთდნენ საბჭოს. ამან მთელი სექტორი შეაშინა. პლანეტებმა, რომთანაც ურთიერთობა გქონდა, კავშირი გაწყვიტეს. მეტი მოკავშირე გვჭირდება. ისინი კი საქმეს განსაკუთრებით გვირთულებენ. კარგია, ახალი მოკავშირე რომ იპოვე. რა სიახლე მოგვიტანე უნოპელო ალენ? დედამიწის ჩემპიონი გააფრთხილე, რომ მათ შორის ვილტრუმელი ცხოვრობდა. გავაფრთხილე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისიც ვილტრუმელი იყო. მას მარკი ვილტრუმელი. და მხოლოდ ნახევრად არის ვილტრუმელი.
კი იმ ტიპს გავს. დაუჯერებელია. ვიცი, ეს არც ისე კარგად ჟღერს, მაგრამ ის მათ არ გავს. სულ ცოტა ხნის რომელი იყო. რა? აშკარად ბატყუებს. ასეთი რამ როგორ მოხდა? როგორ შანს არ უთხრეს? როდესაც ძალები მიიღო, მას მხოლოდ ერთი რამ სურდა. ადამიანების დახმარება. შემდეგ მამამისმა გადაწყვიტა, რომ პლანეტა დაეპყრო. ამ დროს კი მათ ერთმანეთთან იბრძოლეს. ვილდრუმელების წინააღმდეგ. დიდი გაწმენდის შემდგომ მსგავსი რამ არ მომხდარა. და წარმოიდგინეთ, ამ ბრძოლის შემდეგ მამამისი გაბრუნდა. პლანეტა დატოვა და უბრალოდ გაუჩინარდა. ვილდრუმელებს არ უნდა ვენდოთ. მარკი სხვა ვილდრუმელებს არ გავს. მას უბრალოდ საკუთარი სამყაროს დაცვა უნდა. და იმის სხვა სამყაროს პრობს. არა, გაჩერდით. ის კარგი ბიჭია, დამპყრობელი არ არის. იქნებოდა ნახონ მარკი ჯერჯერობით. საერთოდ მისმეთ მაინც. ჩვენ წლების განმავლობაში ვეძებდით ბრალს ვილდრუმელების აბჯარში. იქნებ ვიპოვეთ. მაგრამ მათ ვერ ვენდობით. ალენი მართალია. ვილდრუმელები მისიას არასდროს ივიწყებენ. მაგრამ ერთმა როგორც ჩანს მაინც დაივიწყა. თევდუსმა თუ რა ვილდრუმელები ერთმანეთთან არ იბრძვიან, მაგრამ შვილმა მამა გამოიწვია. ეს აშკარად სიზუსტეა. თანაც პირველი, რომელიც აღმოაჩინეთ. მათი გამოყენება უნდა ვუწევთ. ისეთი ძლიერების არ არიან როგორიც გვეგონა. ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა, ალენ. შენი წყალობით შეიძლება გავიმარჯვოთ. მალე ისევ მოგიხმობთ. მადლობ დიდებულო დედოს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი იმსახურება. დიდუს, რავი. მათ არ ესმით თუ რას ნიშნავს ეს. თუ სადღაც კიდევ არიან ვილდრუმელი ბავშვები, შეგვიძლია ისინიც მშობლების წინააღმდეგ განვაწყოთ. არის შანსი რომ სადღაც რატომ დაზღვევდნენ? მეგონა რასის სიწმინდეს ინარჩუნებდნენ. ხედავ, ჩვენი ერთი კითხვაა. შობს ყვირილის ნაცვლად ასეთები დაესვათ. ალან, სანამ გაფრინდები, უნდა ვისაუბროთ. ცალკე. გასაგებია ბრძენო დედუს. დედუს, კაი, დედუს დაუძახებ. მაწუხებს ის ფაქტი, რომ ეიკრონს უსტად მაშინ დაესხნენ თავს, როცა კოალიციაში შემოვიდნენ. თითქოს ვილდრუმელებს საბჭოთა ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული. გინდათ დავადგინოთ ჩვენ შორის მოღალატე ხომ არ არის? ალენ, ყოველდღე ამტკიცებ, რომ კოალიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ხარ. გმადლობ ძერ. თუ ჩვენ შორის ჯაშუშია, მას აუცილებლად ვიპოვე. ახლა რო აღმოჩნდეს, რომ დედუსი არის ჯაშუში. იმიტომ რომ საკმაოდ მარტივად დათანხმა ახლა. შეიძლება მარტივად დაანახა, კარგად იცის მათი ბუნება ვილდრუმელების, მაგრამ ოპა, ის პლანეტელი კატა. გამარჯობა ვარჯ, მეგობარო. მოგენატრე? მაგრამ კატის მსგავსი რაღაცა. მოგენატრები ვარ. მამიკო მოგენატრა არა? ოხ. და მე არ მოგენატრე? ხო, შენს მომენატრე. ძალიან? ძალიან. 10 ჯერ უფრო ძლიერად. უფრო მეტად. მოდი შევამოწმოთ. რა სცენებია ამ სერიაში? ხმერთო ჩემო, საცეცები. გონი დროა დედამიწას დავუბრუნდეთ და ამბერ ბეტსა და მარკ გრეისონს პრესტიჟულ უნივერსიტეტში. რაღაც ნარატივი ძალიან ისე ჩაერთო ამ სერიაში. ვაფშე არ ყოფილა. მე რო აღმოჩნდეს, რომ ნარატორი ვინმე ისეთია. კარგი, მაშინ არ გვინდა. რა? კარგი. ვინმე ისეთი რო აღმოჩნდეს, ვისაც უკვე ვიცნობთ. მოდი დავაკვირდეთ უნოპიელ კატას. ალბათ გიკვირთ მას მხოლოდ ერთი თვალი რომ აქვს, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის თავის საქმეებში. ხომ ხვდებით? ანუ თემრასას ერთი თვალი აქვს ადამიანები, ხალხს რა, ადამიანებს არა, ალენის რასას. ღმერთო, რამდენი ხანი ვოცნებობდი ამაზე?
აიმე. ვერ ხვდები მატლებს როგორ ჭამ, ეს ხომ საზღრობა. გონია სხვანაირად ფიქრობს. არც რა ვთქვა, ერთი საჭმელი რო მეორეს ჭამს მაგაზე. რამდენიც არ უნდა ვიმოგზაურო, ტალესკინაზე ლამას მაინც ვერაფერს ვხედავ. ასობით პლანეტა არსებობს, რომლებიც ზუსტად ასე გამოიყურება. რა თქმა უნდა, მაგრამ შენ მხოლოდ ერთში ცხოვრობ. კი. მისმინე, რა გითხრათ ედუსმე საბჭოს შეკრების შემდეგ? იცი, არ შეიძლება რომ... კარგი. დედოსი ფიქრობს, რომ ჯაშუში გვყავს, მე კი? მე მეტანის სწრაფად ითქვა. ატომი ვი? ალენ, ეს რა ბარიერი იყო? იმენა ატომი ვის ცელს რა? ფილტრუმელები? აუ. ჯანდაბა. ჩემი კაცი სამნი. ინოპიელო. თუ კითხვაზე პასუხს გაგვცემთ, შეიძლება სიცოცხლე შეგინარჩუნოთ. ეს თქვენ სტილს არ გავს. თქვენ ჯერ კლავთ და შემდეგ კითხვებს ვეღარ უსვამთ. ხომ მართალი ვარ? დედამიწაზე მცხოვრებ ვილტრუ მიტერის შესახებ ყველაფერს მიიღო. არა. ფორმალურად ეს კითხვა არა, თუ აუ. დარწმუნებული ხარ, რომ შთამომავალი ყავს? დარწმუნებული ხარ, რომ პოსტი დატოვა? ეს ვინ გითხრათ? მოგწოდნია ყველაფერი და დარწმუნებული ხარ ახლა სად არის მამა? მამა, ეგ რომელია? ორთვალიანები ყველა ერთმანეთს გავხართ. ვაუ. ქალი მგონი ყველაზე საშიშია მეთქან. თუმცა ყველანი ძლიერები არიან. ვილტრუმელები არიან ბოლოს და ბოლოს. ჩემი კაი. ნოლენს საბო ჯიგარია. კაი რა. სერიოზო. არა. კარგი რა. რეკლამის დრო იყო ახლა. მანა სერიოზულად იცოდა რომ მოკლავდნენ და მზად იყო მაგისთვის. არ მომკვდა რა? ამ ყველაფრის მე ცოცხალი დარჩა? რაც ვქნეს. დიდო ტეუდუს. კარგი, არანიც კი გამწია ყოფილა. ცოცხალია. ჯერჯერობით. შეიძლება სხვანაირად ფიქრობ, მაგრამ ესე იმის მიზეზს გვაძლევს. მათ უნუპიელის გადარჩენის უნარი კიდევ ერთხელ შეაფასეს არასრულად. უნუპიელის გადარჩენის ანუ სკავსი როგორც ვილტრუმელის. იცი რომ შენ და ალენი სავარაუდოდ იმდენად კარგი არა, მაგრამ გმადლობ ცერ. ახლოს აქ შემოფრინდნენ და ალენს სახლში დაესხნენ თავს. ვილტრუმიტებმა აშკარად იციან, რომ რაღაც აღმოვაჩინეთ და ეს მათ აშინებთ. ჩვენ სწორედ ამას გამოვიყენებთ. წადი, დაისვენე. მას მე მივხედავ. თეოდოს შემი კაი სერიოზულად მართალი ვიყავი? მაბატი ალენ. აუ შემი უკაცრავად? კაი გავაგრძელოთ
მინდოდა მეთქვა რომ ეგრე მალე მომთავრდი თქო, მაგრამ ახლა ნახე 22 წუთი იყო გასული მარტო და რა ჯენდება 3 2 1 ო კეით მიდი, კიდევ 2. კიდევ 2. ო ვისაუბრებთ ამაზე თუ სამუდამოდ უხერხულ მდგომარეობაში ვიქნებით? ჯობს არის საუბრობთ ახლა. მეორე ვარიანტი ჯობია. მერთო, ასეთი ერთ უჯრედიანი რატომ ხარ? მე ვარ ერთ უჯრედიანი. შენ უკვდავთან მიღალატე. ასე გგონია რა? რა? სერიოზულად? ასეც რომ იყოს? პირველად შენ მიღალატე ევასთან. რა? კარგი, და ამით ისარგებლე არა. სერიოზულად? ან დაჟეჯერ ხარ. შენ კი დაჟე ბანამდე სანამ ევასთან ურთიერთობა გქონდათ? მანამდე უკვე გქონდათ кейს და რეკს? შენი გულის სამრევი. რამდენი წლისაა უკვდავი? სუეში? რამდენი ათასის? ნუ მაგას ვალდებული არ ვარ, თავი არ ვიყავ, აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ დები რაღაცა 40 რაღაცას იქნება. დაახლოებით იგივე გამოვა. ორივენი 1000-ზე მეტის. კარგი, ანუ შენთვის მეტისმეტად პატარა ვარ. ამაშია საქმე. არა რეკს. მოიცა რა ვარ თქვა? დაახლოებით იგივე გამოვა. მაგრამ ჩემი და კლონების ასაკი რომ გავაერთიანებ, დაახლოებით იგივე გამოვა. სერიოზულად? კარგი, ანუ შენთვის მეტისმეტად პატარა ვარ. ამაშია საქმე. არა რეკს. უბრალოდ ნაბიჯვარი ხარ. ვაუ. ახალი ამბავი, კარგი რა. ახალი ამბავი. მისმინე, რა მოხდა? დამელაპარაკე. მართლა გინდა გაიგო რეკს? კი, კი. მინდა. კარგი. მადლობა, თქვი ახლა. უკვდავი ერთადერთია, რომელიც იმდენჯერ მომკვდარა, რამდენჯერაც მე. ო, შეიძლება ამას ვერაცნობიერებ, მაგრამ ეს რაღაცას ნიშნავს. მას კი ეს ესმის. ანუ სერიოზულად ამ რა პრინციპით ირჩევენ? და უკაცრავად რა პრინციპით ირჩევენ აქ შეყვარებულებს? უკვდავი ერთადერთია, ვინც იმდენჯერ მომკვდარა, რამდენჯერაც მე და პლუს კიდევ მონსტრი გოგო და რუდი, ანუ ტიპი რო ამბობს, რომ ის სერიო რა ქვია. მე უბრალოდ თვითონ მონსტრმა გოგომ თქვა, რომ როგორც მე ვარო პატარა სხეულშიო, დამწყდეულია მგონი, ასე ისე არისო რუდიცო. ნუ რეალურად რო რუდი 30 წლისაა და 12 წლის რექსის სხეული აქვს და მონსტრი გოგოს ამბავს ახლა იცით. ანუ ვერ ხვდები სერიოზულად. პროსტა უცნაურია რა. მართლა უცნაურია. ახლა რუდის და მონსტრი გოგოს თუ გავიგე, თუ რუდი მარტო იმიტომ გააკეთა სპეციალურად მონსტრი გოგოს გულისთვის. მაშინ ბაზარი არა, რუდი მაგარი კაცია, მაგრამ აი კეითის და უკვდავის ამბავს არ ვიცი. ანუ კარგი, კი ბატონო, იმდენჯერ მოკვდარა, რამდენადაც შენ, ან უფრო მეტჯერ კიდე მერე ეგ მაინც სარცვლის იმ ფაქტს, რომ ეს ურთიერთობა უბრალოდ უცნაურია, კრინჯი და უცნაური. რა ვიცი. მე არ ვიცი ხა ფანები როგორ უყურებენ ამ ურთიერთობას, მაგრამ ჩემთვის ისეა როგორც არის, როგორც ახლა ვთქვი, 3-2-1 გავაგრძელეთ. რეკს არა. ესმის რომ ჩვენ და რეკს არა. ესმის რომ ჩუმად მოსმენ არასწორია, ასე რომ დაახვია აქედან. ეს შენი სპორტ-დარბაზი არ არის, იდიოტო. ისე გულებს გაყრევინებ. ნაბიჯვარივით ნუიქცევი რეკს. გვიანია. ყოველ შემთხვევაში არავის ვალ. გვიადია. რა თქმა უნდა მოღალატე ხარ. ოდესას ვალატობდი, მაგრამ ახლა არ ვალატობ. აი მე რეკს. გამარჯობა მეგობრებო. მინდა და მანამ ისე მერბინა რომ სტაციონალურ პოზიციაზე დავრჩენილიყავი. ეს ნორმალურია? საიდან ხარ? სერიოზულად, საიდან ხარ? მოდი გარდასახვის ოსტატო. გადასაგებია. წავდით სტაციონალურ პოზიციაზე.
საიდან ხარ? ესეც ისეთივე სახალისო იყო, როგორც ნათურის ჭამა. ვაუ, ნათურაც უჭამიეთ. ოპა, ესეც რუდი. აუ, ჩემი რუდი მანახეთ როგორ ვარჯიშობს. ეი, მოცარტ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ეს შტრაუსია. ეს რა ტვინია? შენი ტვინია? ხო, გინდა რომ შეგეკითხო არა? უკმაყოფილო ვიყავი გოლიათის წინააღმდეგ ჩემი გამოსვლით. ხო, მაშინ მაგრად ჩაისვარე. შიშის საშინელი რამა არა? ნუ ხო. ეს დაუშვებელი იყო. საინტერესო, აი რექს და რუდის ხმაც ერთია. არ დაკვირვებდი, არა მართალი ხარ. არ მინდა რომ გესოდებოდე. ამიტომ ამ პრობლემში გარკვევა დავაწყე. სისტემა შიშის ვიზუალიზაციაში მეხმარება. ამისთვის კი მედიტაციას და აქტიურ აზროვნებას ვიყენებ. დარწმუნებული ხარ რომ ეს კარგი აზრია? შიშს ყოველთვის აქვს რაღაც მიზეზი. ეს მიზეზი კი როგორც წესი საყურადღებოა. შიში ემოცია, რომელიც შემთთვის პასუხობას არ წარმოადგენს. მე არ გეთანხმები, მაგრამ როგორც ჩანს ამას დროთა განმავლობაში შენც მიხვდები. ყველა ემოცია თავისებურად მნიშვნელოვანია. თუ არ გჯერათ Inside Out-ს უყურეთ. ვაუ. ამანდა? ეგრე ქვია? შიში არა მხოლოდ ბრძოლაში მიშლის ხელს. პირველად გვესმის გერგორი ბოსტრიგობას. სადაც უკვე დიდი ხანი ვოცნებობ. ოუ, სიყვარული. კინოში ჩემთან ერთად წავა. კინოში? რა თქმა უნდა, როდი წამოვალ. ეს დაუსვებას გავს. კლოუის ფსიქიკურ სიმპტომებზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. დეპრესიაზე, აპათიაზე. როცა ის მახსენდება, უეცად მგონია რომ ძირს ვარდები. ვცდილობ რაღაცას მოვაჭიდო. ვერაფერს პოულობ. ეს მაშინებს მღლის და ის ძალიან მენატრება. ამით დავასრულე. მადლობა, ტეო. კარგი, ცოტა ხნით დავისვენოთ, მეგობრებო. კეროლ, გამარჯობა, თქვენ ალბათ დები ხართ. ბოდიშ გიხდით გუშინდელის გამო. ჩემი სამისთვის პატარა საშინელი კოლეგი აქვს. მესმის, ჩემს შვილსაც ჭკუიდან გადავყავდი. ახლა რამდენი წლისაა? 18. ფაქტობრივად უკვე კაცია. მართალია. რა ხდება? კარგი, თავარი წესები. სხვა ჯგუფებისგან დიდად არ განსხვავდებით. უბრალოდ პირად ინფორმაციას ერთმანეთში არ ვცვლით. პირველ რიგში, არავითარი გვარები. მზად არ ხართ არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნიათ, რომ რაიმე გაგვიზიაროთ. თუმცა სამშაბათის ღამეს იმიტომ ვხარჯავ თამაში, რომ ამისგან რაც შეიძლება დიდი სარგებელი მივიღო. საფერფარეში კორიდორის ბოლოსაა. ყავას აკუმულატორის მჟავას გემოაქვს. რამე კითხვა გააქვთ? თქვენ უკვე ყველას გაეცით პასუხი. კარგი, დაბრძანდით. აბა შემდეგი ვინ არის? დები. გამარჯობა, მე ლუსინდა ვარ. გამარჯობა, ლუსინდა. პირველ შეხვედრაზე მეც არაფერი მეთქვამს. კარგი, მივოწერეს რომ გადავხედე. საუბარი ერთი თვის შემდეგ დავიწყე და ახლა უკვე ვეღარ ვჩვენდები. გასაგებია. აბათიეთ, თუ გსურთ მარტო დაგტოვებთ. არა, ყველაფერი რიგზეა. დღეს შვილი უნივერსიტეტში გავგზავნე. სარიელი სახლი? ხო. ყველაფერი რიგზეა, მესმის, ყველას გვესმის. არასოდეს უნდა მიგებთ, მაგრამ აქვე ბარია და შეხვედრის შემდეგ იქ ხშირად შევდივარ ხოლმე.
უბრალოდ ვიფიქრე, რომ სახლში არც თქვენ გინდოდა წასვლა და არც მე. კარგი, სიამოვნებით. ცოტათი მიყრუებული ადგილია. საუკეთესოების სწორედ ასეა. არასდროს? ფილმები მინახავს, მაგრამ კინოში არასდროს ყოფილ ვარ. უფრო მნიშვნელოვანი საქმეების მქონდა. თანაც ადრე დარბაზში ვერ ვეტეოდი. ოდესმე შენი ბავშვობის შესახებ უნდა მომიყვე. ბავშვობის. დაშინელებათა ჟანრის ფილმი დღესაც გვეყოფა. ვაუ. ეს სამწუხაროა. უბრალოდ შიშლზე რეაქციას ამოწმებ. 2 ბილეთი შუაღამის მკვლელზე. ზრდასრულის გარეშე ვერ შევეცდით. ასე გებია. მერე ამ ბილეთის ყიდვა მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ. ეს ასაცილოა. მშობლის გვერდით ყოფნა ფილმში რას ცვლის? უბრალოდ თქვი რომ 30 წლის სულზომანზე გაყიდვისთვის სამსახურიდან არ გამაგდებენ. ყველაფერი რიგზეა, ჩემი შვილები არიან. უფლებას ვაძლევ. რა იყო? ახლა დნმ-ის ტესტიც უნდა ჩავიტაროთ? საერთოდ ამანდა შენ შეიძლება კინოში პირველად ხარ, მაგრამ მე ბევრჯერ ვყოფილვარ. იცნობს. ხალხი $10 ბევრ რამეზეა წამსვლელი. მოიცა, ეს თუ შენი კინოში პირველი ვიზიტია? კიდევ რა არ გაქვს გაკეთებული? რა და ეს გემრიელად ითვლება. ძალიან ამბობს ადამიანი, რომელიც ტრაკიდან ჭამდა? აუ ეს არ საჭმელი. არ ვიცი კაია ხო ახლა გემრიელია? ძალიან ვიცი რომ საზიანოა, მაგრამ აუ ყველანი ეგრე ვართ რუდი კარგი ბურგერისა და კარტოფილის ჭამა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული სიამოვნებაა. ნელ-ნელა უკვე ხვდები. მაბატიე, შენთვისაც შეუკვეთავ. მიმდანო? შეიძლება კარტოფილი დავამატო. რუდი, ბურგერ მარტიში მიმტანები არ არიან. უი არა ეს ლეკაიფო ანუ ამანდა მონსტრიულო და ჯიგარია პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ სხვაგან გადახვედით? მომწონს სამათის სცენების სახლის შეცვლას ვერ გავწუდებოდი. და თქვენ? მე ჩემი შვილის გამო დავრჩი, მაგრამ ახლა არც კი ვიცი. იქნებ რაღაცების შეცვლის დროა. ცვლილებები სასარგებლოა. ხო, უბრალოდ სად უნდა წავიდე? ახალ ადგილას. მაინც ყველა ადგილი მას მახსენებს. როცა ინდური საჭმელი გვინდებოდა, ინდოეთში მიფრინავდით. ოთხრებად საღამოს ტოკიოში მიფრინავდით და უკან ბრუნდებოდით. ერჩობას ჩრდილოეთ პოლუსს ეთოვლის პაპა გავაკეთეთ. ბავშვმა იტირა, როცა სანტას სახელოსნო ვერ იპოვა. ჩვენ გეუთხარით, რომ შეცდომით სამხრეთ პოლუსზე აღმოჩნდით. როგორც შანს გასაოცარი ცხოვრება გქონიათ. ნამდვილად მქონდა. შეგიძლია სიბრაზე განაგრძო. ეს ნორმალურია. მე დღესაც უბრაზობ. მადლობა. კარგია ისეთ ადამიანთან საუბარი, ვისაც ჩემი ესმის. ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ უკეთ გახდებით, მაგრამ ალანა უკვე 1 წელზე მეტი აღარ არის. მე გითხრამდე ყოველ დილით ვეძებ მას ლოგინში. ალანა? ანუ ხო. ის მწვანე მოჩვენება იყო. როგორც ჩანს, ყველათ კი არ გვაჩვენეს კანონი დავარღვიე. იმაში თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ის მოგონებებში. რაც ფსიქოპატმა მოსხობლანდებმა მოკლა. არ ვიცოდი პარტნიორი თუ ჰყავდა. ამაზე ხშირად ვჩხუბობდით. ფსიქოპატი უცხოპანტი მაშინ დაცვა უნდოდა. დების ქმარია საპირფარეშოში უნდა წავიდე. კარგად ხარ? არა, მალე დავბრუნდები. ეხლა რო გაიგებს სტიპი თუ გაიგებს არ ვიცი თუ ეხლა დები გაგძლევს მათ სიარულს სავარაუდოდ დიდი როლი ექნება დების არქისთვის ღმერთო ჩემო. ვაიმე იცი. რა? უილიამ. მიდი, დეტალურად მომიყევი. შანსი არ არის, გამორიცხულია. ახლა ოთახის მეზობლები ვართ. ეს ჩვეულებრივი რამაა ძმაო. და შენ რა სიტყვი? მისტერიეს თქვენი ნივთებია, როგორ მოგეწონა? რას გულისხმობ? ის ბიჭი ჩვენთან რომ შემოვიდა, რომ დაუბრუნდი კარზე წინ და იყო ჩამოკიდებული. და გავიწყდება ნეტავაზე ყოფილიყო. როგორც ჩანს დემონსტრაციის შემდეგ ჩამოხსნა და მოვეწყდა. ვაიმე მოიცადე, გეგონა ის და მე? ხო? მახარული ვარ, მაგრამ რიკის შემდგომ ჯერ არ გაუნჯამრთელები ვარ. გასაგებია მეგონა სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით.
წესელი ამბობს, რომ უკეთ არის. Ani bondiyat თვეში გამოწერენ. ვიცი. მოდიში, არ მინდოდა თავი ცუდად გეგრძნო. არა უშავს, ყველაფერი რიგზია. გასაგებია ეს ვიდა. არ თქვა რომ ის ბიჭი. როგორც ჩანს, ვიღაცას მეორე რაუნდი მოუდა. ახლა ვილია. ემბერი არ არის. შევთანხმდით, რომ ხვალ უნდა შევხვედროდით. ხო, როგორ არა. მარკ გრეისონ. რაჯენდება. ვინ არის? მარია. მარკ გრეისონ, შენი დახმარება მჭირდება. ვინ ხარ? ეს ხომ მე ვარ. სპირიტისი ძაღლი. მარსიც. აბზოლუტურად ცეცხლით, ბოროტებას კი ჯადოქრობით. გადასახვის სოსტეტი? მარკ. შენთან მნიშვნელოვანი. სპირიტისტი ძაღლი არ არსებობს. ის უბრალოდ კომიქსის პერსონაჟია. შენ სამყაროში კი, მაგრამ მილიარდობით სხვა სამყაროც არსებობს, სადაც ძაღლები და მაგია ისეთივე რეალურია, როგორც ის ჟანგბადი, რომელსაც ახლა სუნთქავ. ძაღლები ჩვენს გვავს, ძაღლები აქაც არსებობენ. ესე იგი, საქმის ნახევარი უკვე გესმის, გახსენი გონება და მეორე მხარეს გადასვლაში დაგეხმარები. რასაც არ უნდა აკეთებდე, არ გერჩევ. რაჯენდება? ხალხი ვერ ხედავს? აქ იმიტომ მოიცადე. გთხოვ, შენ არ გესმის. უკანასკნელ შანსს გაცდევ. ვინ ხარ და რა გინდა? ოდეში ჩემს კოსტიუმს უნდა განეიარაღებინე. ეს ხომ შენი საყვარელი პერსონაჟი იყო. ჩემი განიარაღება რაში გჭირდება? გთხოვ, საშიში არ ვარ. მთელი ცხოვრება თქვენ სამყაროში მოგზაურობ. შეიძლება ვდგე? კი, თუ კითხვაზე მეპასუხებ. მე ნულზოდი ვარ. პლანეტა ტრაქსადან. ჩემმა ხალხმა იმისთვის გასახელია. ის დახმარება მეთხოვა. ტრაქსა, აქედან რამდენიმე galaktikis მშორებია. ძალიან შორსაც არა. მომხდები. რა ისი ვინ ვარ? ხმები დაუმარცხების შესახებ ტყვის ხანძარებით ვრცელდება. შენ სისწრაფესა და ძალაზე. დამაგრეველი მეტეორების წვიმისგან ჩვენი ხალხის გადარჩენა მხოლოდ შენ შეგიძლია. დამაგრეველი მეტეორების წვიმისგან. კარგი, მისმინე. ნულზოდი. ნულზოდ. უნივერსიტეტში ახლან შევაპარე. ჯერ ლექციებიც კი არ დამწყებია. ლექციები. ნულზოდი ჩამოფრინდა. იქიდან. შენთვის დახმარება რომ ეთხოვა, შენ კიდევ არ გცალია? რამდენი ჭიანჭველაა საფრთხეში ძმაო? ყველა. ჭიანჭველა. და რამდენი არიან? 48 მილიარდი. 48 მილიარდი. ლექციებზე არ ენერგულო, ხელს დაგაფარებ. და შენ რაში გადარდებს? ბოლოს როცა დახმარებაზე უარი თქვი, ორივე მწარედ ვინანეთ. ნუ ხო, ეგ სიმართლეა. ჩვენ შენი გვჯერა მარკ გრეისონ. მაინც ახლა მარკს. ნუ მომენტ ხო ვილიამი მართალია. მარკს არ პლანეტაზე შემთხვევით უცხო პლანეტებზე ერთად გაფრინდები. სულ გადაერია. სანამ არ ვიქნები, მცველები ყველაფერს მიხედავენ. სულ რამდენიმე კვირის საქმეა, მაქსიმუმ ერთი თვის. გააჩნია ასტეროიდები, რამდენად სწრაფად დაფრინავენ. გონი არც ისე ცუდად. შენ ჩემთან მუშაობ, აქ დედამიწაზე. მისმინე, ჩემს გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა სესილ. ეს კი შანსს მაძლევს, რომ სიცოცხლე გადავარჩინო. ბევრი სიცოცხლე. ეს ბრძანება არ გაფრინდე. ჯერ საკუთარ თავს უნდა დავუჯერო და შემდეგ შენ. მამა შენიც ასე ფიქრობდა. მამაში დაიწყო ისე. რომ დაუბრუნდები გაგაგებინებ. არ გადააგდოში. ჭანდაბა მარკ. რა შირს ამბავს? კარგი ადამიანი ხარ მარკ გრეისონ. მისმინე, როცა ამ კოსტუმში ვარ, მაშინ დაუმარცხებელი მქვია. ეგ როდის? იმის თქმა მინდა, რომ დაუმარცხებლით მოვმართე ხოლმე. ეზენვე სახელია. კარგი, გასაგებია. დაუმარცხებელო. ჯერ ერთ ადგილას უნდა შევიაროთ. სად?
გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, პანჯერასთან გამოდი. აქ მოვიდნენ. მერე? მაღლა ამოიხედა. მარკ? რამდენიმე კვირით უნდა წავიდე კოსმოსში. რამდენიმე კვირით, ოჩი. ახლა? ასე რომ არ მოვიქცე ბევრი არსება მოკვდება. გაჩერდი, ბოდიში ნუ მიხდი. სიცოცხლის გადარჩენის გამო ბოდიში არასდროს მოიხადო. შენ ასეთი ხარ, მე კი ამას ვეგუები. წადი. მადლობა. ეგუები. დედა ჩემსაც უთხარი კარგი. ხო, რა თქმა უნდა. ფრთხილად იყავი. რეკლამა. ნუ 1+1 ისა არის რომ მარტო ორჯერ მაინც არ რეკლამები დამარცხება. უსაშველოებში არის 8ჯერ, 9ჯერ. ხო. მიყვარხარ. კომფორტულად ხარ მარკ გრეი ბოდიში დაუმარცხებელო. კი, მადლობა. ისმინე, ტრაქსამდე მისვლას რა დროს შერდება? დაახლოებით 6 დედამიწის დღე. ვერ ვიტან კოსმოსს. რა უნდა ჭამო მაინც თუ არ გაქვს არაფერი წახე. დები? კარგად ხარ? რამე არასწორი თქვი? ბოდიში, უბრალოდ ამაღამ ბევრი რამ მოხდა. მესმის. ეს მარტივი არ ამის არის. შესახებ არავისთან მისაუბრია ჩემი შვილის გარდა. როგორც ჩანს ამის გამო ცუდი დედას გამოვდივარ. არა. ცუდი დედა ამოჭრილებას დროს შერდება. ვერ გამოვჯანმრთელდები. რადგან ჩემი ქმარი არ მომკვდარა. ის უბრალოდ გაიქცა. რადგან მოკლა ალანა და სხვა მსხვილებიც და კინაღამ ჩემი შვილს მიაყოლა. თქვენი ქმარი ომნიმენია. მე მეგონა რომ ის ნოლან გრეისონი იყო, მაგრამ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. ჩემი ცხოვრების 20 წელი ტყუილი აღმოჩნდა. ჯობდა მომკვდარიყო. ასე გამოვიტირებდი და ცხოვრებას გავაგრძელებდი, მაგრამ ახლა ისიც არ შემიძლია. ისი სიკვდილი მეწმინდა. მაგრამ არა იმიტომ რომ შენთან აგიხსნობ. ჯგუფში აღარ დაბრუნდე. ეგ შენი ადგილი არ არის. არ ვიცოდი ის ვინ იყო. უნდა გცოდნოდა. საიდან ჯგუფში აღარ დაბრუნდება. ახლა კიდე იმას შეიტყობს რომ არ კი კოსმოსში წავიდა რამდენიმე კვირით. დაუმარცხებელო. ჩამოვედით. ოპა. საინტერესო შენობებია. გამარჯობა. ყველა ერთნაირია. ეს მომიაქცევს, ამოდი. მონარქს შენი ნახვა უნდა. მოიცადე, ამ პლანეტაზე რა უნდა გადავარჩინოთ? სად არის მეტეორები? რა მეტეორები? მოგეთქვა? რომელიც მილიარდობით სიცოცხლეს იმსხვერპლებს. აი თორმე რას გულისხმობ? როგორც ჩანს, სკლეროზი დამეწვა. ჩვენ ადამიანებთან შედარებით ადრე ვიბერდებით. მოხელავ. მონარქი ყველაფერს აგიხსნეს. კარგი. ნუ დრო ადრე გადის ხოლმე. სწრაფად გადის უფრო სწორად. ის პლანეტაც პლანეტაა. ნება მომეცი წარმოგიდგნოთ დაუმარცხებელი. დედამიწიდან.
მონარქი რომელია აბა ვაიმე გამარჯობა შვილო ვაიმე დიდი ხანი არ შეხვედრილ ვართ ჩემიკაი მამა გაგზავნება იქნება გახმარებულია მაიკატრიკომის მიერ ჩემიკაი ბოლოში გამიელვა თავში უცებ მეთქი ნოლანი იმიტომ რომ არ გამოჩენილა кайხანი კარგი ესე იგი ეს იყო დამარცხებელი მეორე სეზონის მესამე სერია როგორი ფასათაური კაი სერია იყო ისე ну დები ხო დები ისევ მას განიცდის მაგრამ ბავს და სამწუხარო რომ ასე დამთავრდა დების ეგამბავი ანუ იმ ჯგუფში გაწევრიანების ამბავი მეგონა სერიოზულად ანუ ტიპთანაც არ მექნება ახლა იმდენი პრეტენზია იმიტომ რომ ომნიმენმა ცოლი მოუკლა და ანუ რომ ცოდნა რეალურად რომ ცოდნოდა დების შეიძლება და მართლა გადაერჩინათ ანუ მართლა ეკნათ რამე ისეთი ანუ უფრო ადრე სესილისთვის ეთქვა შეეჩერებინათ ომნიმენი და ეგ ფაქტობრივად უფრო ადრე რომ ცოდნოდათ სანამ ცოლებს დახოცავდა შეიძლება და ეს მარკის და ომნიმენის დაპირისპირება უფრო ადრე მომხდარიყო ვიდრე ანუ ცოლების დახოცვამდე ადრე მომხდარიყო დამთავრებულიყო ისე როგორც დამთავრდა ომნიმენი წასულიყო პლანეტიდან და ცოლები ცოცხლები იქნებოდნენ მაგრამ ხო ანუ იმაში დადანაშაულებაც რომ არიცოდა სწორიც არა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ ხელა ტრაგედია აქვს გამოვლინდა და არ იქნება სწორი მე თუ მკითხავთ მაგ ტიპის ასე დადანაშაულება ნახოთ ახლა დები რას იზავს გააგრძელებს მაინც სიარულის ჯგუფში თუ დაუჯერებს და დაანებებს თავს წესით დაანებებს თავს ახლა დების ამბავი რო ვიცი მარკმა სესილს არ დაუჯერა და გაფრინდა იქ აი ეს ამბავიც რა ქვია იმას ომნიმენი რო გაეცრო მეთქი საღო აი უცებ ბოლოში მქონდა ასე რომ დავიჯერო ნოლანი ათი ყოფილიყო ამათი ისა რა ქვია მართველი თუ რა თქვა ნუ თავარია ხო მიხვდით მეთქი არის მაგისი შანსი და კი იყო მაგისი შანსი ნახოთ ახლა მარკის და ნოლანის ამბავი რა მოხდება შემდეგ სერიაში და ალენის ის ჩემი კაი არა ну ალენი მოკვდა თუ არა თქვა ეს რომ კარგი გამძლეობა აქვს უპიელებსო თუ რა ქვია მაგრასას მაგრამ თეოდოსი მოვალატეა ჯაშუშია და სავარაუდოდ ანუ ვილტრუმელია როგორც მივხვდი ხო თორე სხვა ვისგან უნდა ყოფილიყო იმას ანუ საიდან უნდა იყოს ჯაშუში სხვა პლანეტიდან მაგრამ ისე ჩანდა თითქოს და ტიპ მაგათიშა აპარატი რომელიც ალენს სიცოცხლეს უნარჩუნებდა მოკვდა გადარჩა რაკნა მაგას გავიგებთ უკვე იმედია შემდეგ სერიაში იმედია ახლა просто ამით არ დაამთავრებენ რომ მოკლა არა არ დაამთავრებენ რა თქმა უნდა ტიპი რადგან ვილტრუმელია თუ ვილტრუმელია სავარაუდოდ გამოჩნდება კი არა და დარწმუნებული ვარ გამოჩნდება შემდეგ სერიებში მაგრამ ხო საინტერესო იყო ალენის ისტორია და ნახოთ ერთი რას იზამს თუ მართლა ამისთვის იყო შექმნილი რომ საკმარისად ძლიერი ყოფილიყო ვილტრუმელების დასამარცხებლად მაშინ დიდი ალბათობით გახდება კიდეც საკმარისად ძლიერი მომავალში ну თანდ ძლიერიც არა ახლა რომ ვიღაცა მთელი ვილტრუმი დაამარცხოს მაგრამ ზოგადად ერთ-ერთზე რომ გამკლავდეს ვილტრუმელებს ზოგიერთებს თუნდაც არ არის აუცილებელი რომ ყველას უძლიერესებს მაშინ შეიძლება არ ვიცი კაი სერია იყო მომეწონა
დაგემშვიდობებით ახლა. მაშინ იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.